როგორც თაყვანისმცემლობის საკითხებში, ისევე ლოცვებში რადიკალური ძალიან დიდი სხვაობაა მართლმადიდებლების ლოცვებსა და ქრისტიანების ლოცვებს შორის. ახლა ზუსტად იმაზე ვისაუბრებ, თუ რა არის ქრისტიანული ლოცვები, ის ლოცვები, რომელიც უშუალოდ ქრისტემ გვასწავლა და რასაც საერთოდ წმინდა წერილები ასწავლის და დავინახავთ ამ რადიკალურ განსხვავებას მართლმადიდებლების აი ამ რიტუალურ ლოცვებთან, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ღმერთთან, ანუ ღმერთი არ ესმენს მათ ასეთ ლოცვებს და ამას მტკიცებულებებს აგერ ფაქტების კონსტატაციის სახით ნახავთ ახლა. ვიდრე გადავალ აი ამ ბიბლიური არგუმენტების განხილვაზე, მანამდე მინდა ესეთ თვალსაჩინოებაც მოგიყვანოთ. თქვენ თუ შესწრებულ ხართ და ლოგიკურია შესწრებოდით, როცა ერთი პიროვნება მობილურზე ესაუბრება პიროვნებას, რომელსაც თქვენ ლოგიკურია ვერ ხედავთ, ხო? იმიტომ რომ ის ვისაც ესაუბრება მობილურზე, თქვენ ხო ვერ ხედავთ. მაგრამ დააკვირდით ერთ მნიშვნელოვან დეტალს. თქვენ შეგიძლიათ ადვილად გაიგოთ ამ საუბრიდან, თუმცა უჯდელობა აქ ხას გავუსვა, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ ვაყურადებთ, მაგრამ ეს თვალსაჩინოებისთვის მომყავს. ჩვენ შეგვიძლია ადვილად გავარჩიოთ, ვისაც პიროვნება ესაუბრება, მისი ახლობელია ეს, მეგობარია, შინაური, უბრალოდ ნაცნობი, თუ თლათ უცხო პიროვნებამ დაურეკა და მას ესაუბრება. მათი აი ამ საუბრიდან შეგვიძლია ამის გაგება. მსგავსადვე დგას საკითხი ლოცვებთან დაკავშირებით. თუ დააკვირდებით ნებისმიერი მართლმადიდებელი იქნება თუ სხვა რელიგიის პიროვნებას, ამოიცნობთ პიროვნება, ვისაც ესაუბრება ლოცვით, მასაც ხო ვერ ხედავთ, ხო? უზენაეს ღმერთს. ვერავინ ვერ ხედავს, მაგრამ ვისაც ესაუბრებით ლოცვით, აი ამ ლოცვაზე დაკვირვებით შეგიძლიათ გაიგოთ. ეს პიროვნება იცნობს თუ არა მართლაც უზენაეს, ვისაც ლოცვით ესაუბრება, აქვს თუ არა საერთოდ მასთან ურთიერთობა და თუ ურთიერთობა აქვს, რამდენად კარგი და ახლო პირადი ურთიერთობა აქვს. აი ამის გაგებაც შეიძლება მსგავსად. ეს საკითხი და ახლა თქვენ დაინახავთ, რომ მართლმადიდებლური ლოცვები ეს არ არის ლოცვები, ეს არის უბრალოდ რიტუალები, რომელიც ღმერთისთვის მიუღებელია და შესაბამისად არ არის შესმენილი. მოდი მივყვეთ დეტალურად იმ იესოს გაკვეთილს, რომელიც მან მოგცვა მათეს სახარებაში, მე-6 თავში, ამიტომ მოგიწოდებთ, თუ ახლა სახლში გიდევთ მათეს სახარება, გადაფუძლეთ. ეს არის ახალი აღთქმა, თუ გაქვთ პირველივე სახარება ნახეთ მათეს სახარება და გადაფუძლეთ მე-6 თავზე. თუ მთლიანი ბიბლია გაქვთ, საძიებელში მოძებნეთ. მან ახალი აღთქმა, იქ ნახავთ პირველივე სახარებას, მათეს სახარებას, მერე გვერდი, გადაშალეთ იმ გვერდზე და გადაფურცლეთ მე-6 თავზე. ამ მე-6 თავში 5-დან 13-ის ჩათვლით არის ეს ლოცვის გაკვეთილი, რომელიც იესო ქრისტემ მოგცვა და თუ ქრისტიანები ვართ, მისგან უნდა ვსწავლობდეთ და მას უნდა უსმენდეთ ყურადღებით და ვაკეთებდეთ იმას, რასაც ქრისტე გვასწავლის. ამიტომ მოდი მივყვეთ დეტალურად ახლა, იმიტომ რომ ბევრს ეს გონია ხოლმე, რომ ეს არის წასაკითხი ლოცვა, უნდა ეჭიროს და მამაო ჩვენს კითხულობდეს თავიდან ბოლომდე. ეს ასე არ არის, ეს არის უბრალოდ მიმუში ლოცვისა რადარა სიტუაციებში, რაზე შეგიძლიათ ილოცოთ. ახლა ამას განვიხილოთ და თან შეგიძლიათ პარალელები თქვენ თვითონ დააკავშიროთ მართლმადიდებლურ ლოცვებთან. მაგალითად დავიწყოთ მათეს სახარების მე-6 თავის მე-5 მოხდით. კარგია თუ თვალსადევნებთ თვითონ მოხსო, თქვენ თვალებს უნდა დაუჯეროთ და არა მე, ყოველთვის ამისკენ მოგიწოდებთ. დაუჯერეთ იმას, რაც იკითხება წმინდა წერილებში. მათეს სახარების მე-6 თავის მე-5 მოხდში რა წერია? იესო აქ გმობს თვალთმაქცებს. და ხას უსვავს ვინ არიან თვალთმაქცები, ვინც სხვებს აჩვენებენ, რომ ვითომ აი ღმერთთან როგორი ურთიერთობა აქვთ და ამისათვის რას აკეთებენ ეს თვალთმაქცებიო. ქუჩაში დგანან და შეიძლება პირჯვალს იწერენ ტაძრისკენ პირის შეგწევით, ხო ზარების ხმაზე. სიამოვნებაში ეს პიროვნებები არ ლოცულობენ, ეს არის უბრალოდ რიტუალი, რომელიც არც ქრისტეს, არც მის მოციქულებს არ გაუკეთებიათ. აქვე მინდა გამოწვევა გამოგიგზავნოთ მართლმადიდებლებს, ვინც ხართ, დამიკომენტარეთ, მომწერეთ, სადა მოიკითხეთ, წმინდა წერილს რომელ მონაკვეთში წაიკითხეთ, რომ მოციქულებს თუნდაც ერთ-ერთს რომელიმეს ერთხელ მაინც დაემთოს სანთელი და პირჯვარი გადაესახოს. გამომიგზავნეთ ეს მონაკვეთი, მეც მაინტერესებს, სად წაიკითხეთ, რაზე ეფუძნება თქვენი ეგ რიტუალი, როდიდან შემოიღეს. ეს რა თქმა უნდა ფულის საკეთებელი რიტუალია, თითოეული სანთლიდან და ჯამში თანხა შედის აქ და შეიძლება ითქვას, რომ ესე პარსავენ მღვდლები მრევლს თავიანთი ხელით ატყავებენ, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებთ ახლა. ჩვენ დავაკვირდეთ იმას, რასაც ქრისტე გვასწავლის, როგორ უნდა ვილოცოთ, რომ უზენაესმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები. ის გვეუბნება, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებიოთ, ქუჩაში დგომა, პირჯვრის წერა, ეს არ არის ლოცვა. შემდეგ მე-6 თავის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს დავაკვირდეთ. იგივე მე-6 მუხლის პირველ ნაწილს მან დაბობს, ესო რა უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ რომ მამამ მოგისმინოთ. უნდა განმარტოვდეთ მამასთან. უზენაეს ესაუბრებით, ეს გახსოვდეთ. მამასთან უნდა განმარტოვდეთ.
ნუ ცალკე ოთახში. განმარტობაში ისიც შედის, რომ მობილური ტელეფონი არ შეეტანოთ. მაშინ რო ყოფილიყო მობილურები, ამასაც გირჩევდათ ეს, იმიტომ რომ კომპრომატების მოყვარულებმა შეიძლება მოგისმინონ და მე დაგაშანტაჟონ, როცა თუ ისეთ რამეს იტყვით. ამიტომ ესენი დატოვეთ ხოლმე ან გათიშეთ ხოლმე მობილური ტელეფონები. განმარტოვდითო, რო გეუბნებათ იესო, უნდა განმარტოვდეთ. და იესოსგან ჩვენ ქრისტიანები ვსწავლობთ არა მარტო იმას, რასაც იესო გვასწავლის, არამედ პირადად მასაც ვაკვირდებით, ის როგორ იქცეოდა. მარკოზის სახარება ნახეთ, პირველი თავის 35 მუხლი. აქ საუბარია, რომ იესოს უამრავი ხალხი დაყვებოდა ხოლმე, მასაც ხო უნდოდა მამასთან ქოლოდა ურთიერთობები ყოველთვის, ის ხშირად აბარებდა ანგარიშს, ხშირად რაღაცას თხოვდა და აქ საუბარია, რომ პირველი თავის 35 მუხლში, ეს არის მარკოზი რიგით მეორე სახარება ახალ აღთქმაში. იესო განმარტოვდა დილით უთენია, გაერიდა მოციქულებსაც, ადამიანებსაც განმარტოვდა, მთაზე ავიდა, იქ ილოცა, იქ ესაუბრა მამას. გვაძლევს ასევე მაგალითებს ქრისტიანებს. შემდგომი, არასოდეს არ უნდა მიმართოთ მარიამს, არ უნდა მიმართოთ ეგრეთ წოდებულ წმინდანებს, ისინი ვერ მოისმენენ თქვენს ლოცვებს. მათ არ შეუძლიათ ლოცვების მოსმენა. თუ რატომ? შემოდი ჩემ გვერდზე და მოისმინე 94 ვიდეო, რიგით 94. აქ ვისაუბრე, მოციქულები ვის მიმართავდნენ ხოლმე და როგორ მიმართავდნენ ხოლმე ლოცვებით. წყაროები დავდა იქ. და მე ის წყაროები შეგიძლია შეს ბიბლიაში გადაამოწმო. ისე რომ იესომ მოგვიწოდა მე-6 თავის პირველ მუხლში, რომ მამას მიმართეთ. აი აქ მეორე ნაწილში. მამას მიმართეთ. მამა მსმენელი ლოცვის, ხოლოდ მამა შეუძლია დააკმაყოფილოს თქვენს ლოცვებზე პასუხები, ის იძლევა პასუხებს. ანუ მამას მიმართეთო, იესოეუნება და დაგვიტოვა მაგალითი. თუ ნახავთ ბიბლიის ბოლოდან მეორე წიგნია, თუ ცალკე ახალ აღთქმი და ფსალმუნები გაქვთ, ბოლოდან მესამე იქნება ებრაელთა მიმართ. ან საძიებელში ნახეთ. მეხუთე თავი იპოვეთ მერე, მეშვიდე მუხლი. აქ ნახავთ თვითონ იესოც როგორ მიმართავდა მამას. და ამ შემთხვევაში აი 5-7 იესო სიცოცხლეს თხოვს მამას, რომ მკვდრეთით აღადგინოს იგი, როდესაც მას მოკლავენ. ეს ზუსტად ის მომენტია აღწერილი, როგორც თხოვს იესო მას. და ამაზე ვისაუბრებთ უკვე 94 ვიდეოში დეტალურად. აღარ მიუბრუნდებით. შემდეგ გვეუბნება იესო, რომ წიგნები ლოცვისა არ შეიძლება, ანუ მრავალ სიტყვაობას არ ისმენს ღმერთი. ამაში შედის ისიც, რომ რაც არ უნდა მაღალფარდოვანი სიტყვებით ესაუბროთ, ღმერთი არ შეისმენს ღმერთს, მოსწონს, როდესაც ესაუბრები უბრალო ენით. გულის ენა ქვია ამას. გულის ენით ესაუბრეთ, უბრალო ენით. ეს მოწონს ღმერთს და ასეთ ლოცვებს ისმენს. მრავალ სიტყვაობას არ ისმენს, ამაში შედის, როცა გაუთავებლად კითხულობ ერთსა და იგივეს თავიდან ბოლომდე კონკრეტულ საათებზე. ესენი არ არის შესმენილი. ჯერ ერთი ეგენი სხვისი ლოცვები იყო. სხვა მილოცა. მე ვიღაცა მაკინძა ეს სხვების ლოცვები გააერთიანა და ეხლა იმით ფულს აკეთებს ის ვიღაცა. ხვდებით? ეგ მასეთ ლოცვებს ღმერთი არ ისმენს. აქ ვისწავლით, იესო გვასწავლის, როგორ უნდა ვილოცოთ. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება. წერას ლოცვანი გადააგდეთ 64 ფსალმუნი ნახეთ. ახალი აღთქმა თუ გაქვთ ცალკე ბოლოშია, თუ არა და ბიბლიაში საძიებელში მოძებნეთ. 64 ფსალმუნის მესამე მუხლი. აქაც იესო ხას, აქაც წმინდა წერილში წერია, რომ უზენაესია ლოცვების მომსმენი და ლოცვებს ვერ მოისმენს ვერც მარიამი, ვერც ეგრეთ წოდებული წმინდანები, ვერც სამება. ესეთი რაღაცები არ არსებობს. ტყუილად იხარჯებით და ტყუილად საუბრობთ. შემდეგ 6-8 ნახეთ, აქ იესო საუბრობს, რომ სანამ მამას რამე სთხოვთ, მამამ უკვე იცის რაც უნდა სთხოვოთ. მას რაღაც საჭიროა ლოცვა, ხო? ლოცვა ეს არის, როდესაც მამას აძლევ იურიდიულ უფლებას ჩაერიოს შენს პირადში. რატო ამისი ნებართვას მიცემა დააკვირდით? ზეციერმა მამამ შემოქმედება ჩვენ შექმნა ნების თავისუფლებით. ის არ ერევა ჩვენს პირადში, უზენაესია ის, არ გვიწყვეტავს ჩვენ როგორ რანაირად არჩევნები გავაკეთოთ, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჩვენ მამასთან უნდა შევათანხმოთ. მას უნდა ვთხოვოთ და როცა მას ვთხოვოთ, ჩაერია ჩვენს პირადში და ვთხოვო კონკრეტულ სათხოვას, მაშინ ელოდე მისგან პასუხს. და ხშირად მინახია ასეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად დაღუპულა ვიღაც ავარიაში და მისი ოჯახის წევრები ღმერთზე საუბრობენ, მის სამართალს გმობენ, სად არის ღმერთის სამართალი, ესეთი რამე შეგვამთხვია, ესე და დამართა ჩვენს პატარას. დააკვირდით მნიშვნელოვან დეტალებს. იესო მერთხელ ახსენა, ღმერთს ღმერთისა მიეცით, კეისარს კეისრისა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა იგულისხმება? როდესაც სადმე აპირებთ გამგზავრებას შორბანძილზე თუნდაც. სთხოვეთ ზეციერ მამას, რომ შვიდობით გატაროთ. ის ავარიაში ვინც დაიღუპნენ, სთხოვეს, რომ შვიდობით მატარე? რა თქმა უნდა არ უთხოვიათ უმეტესობას. და დააკვირდით, აქ არის კიდე მეორე მხარე. კეისარს კეისრისაც მიეცით. ამაში რა იგულისხმება? კეისარმა დაგვიდგინა, ხო? გზები არის კეისრის დაგებული, კეისრის არ აგაგებით, ხელისუფლება იგულისხმება კეისარში. გზები დაგვიგეს, დაგიყენეს საგზაო ნიშნები და პირი, რომელიც საჭეს მართავს, ვალდებულია დაიცვას ის წესრიგი, ის წესები. და შესაბამისად, როდესაც ლოცულობ, რომ მშვიდობით გამგზავროს თან წესებს ემორჩილები, რა თქმა უნდა, მშვიდობით ჩახვალ დანიშნულების ადგილზე.
მაგრამ თუ არ ღვევ ან ერთს, ან მამას არ სთხოვ რომ მშვიდობით გააგზავნოს, მამას ნუ გაამტყუნებთ ღმერთს ამაში. ხედავთ? აი ეს დეტალებია გასათვალისწინებელი, ეს არის იურიდიული უფლება. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ არის ნატურის თვალი. რასაც გინდა სთხოვ და შეგისრულებს. არც აფიციანტია, რომ ესე დაუკვეთო. გახსოვდეს, რომ უზენაესზე საუბრები და ამ დროს მოკრძალებულად უნდა ან იდგე, ან თავდახრილი, ან თვალები დახუჭული, ან შეგიძლია თვალები ღიაც გქონდეს, მაგრამ მოკრძალებულად უნდა იდგე. ესე არ უნდა იყო მიხოსავით წამოგორებული და ესე არ უნდა ესაუბრო ღმერთს, ხო? უნდა ვიცოდეთ, როცა უზენაესზე საუბრებით, სხვანაირი მოკრძალებული ფორმა უნდა ვეკავოს. აქ ამაზე არის კიდე საუბარი და ნახეთ 61 ფსალმუნის მე-9 მუხლი. რა არის აქ საინტერესო? აი შემოხაზდა ეს მონაკვეთი, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ეს მნიშვნელოვანი აზრი სამ რამეზე ემახვილებს ყურადღებას. 61 ფსალმუნის მე-9 მუხლი. ნახეთ, ზოგ თარგმანებში სხვა ერთი რიგით იქით არის ხოლმე, მაგრამ აქ მე რომელსაც ვიყენებ ფსალმუნებს, ეს არის საპატრიარქოს მიერ გამოცემული თარგმანები. ნახეთ. ამ თარგმანში რა წერია? სამი რამ რაც უნდა გვახსოვდეს. პირველი, იმედს ვამყარებთ ღმერთზე და არა ადამიანებზე ან სხვა რომელიმე წმინდანებზე ან მარიამზე. ღმერთია ჩვენი თავშესაფარი, აქ წერია, უზენაესია მხოლოდ თავშესაფარი. ანუ როცა თავშესაფარი როდის ჭირდება ადამიანს, როცა რაღაც გიჩის პრობლემებში ხარ, სირთულეებში, გავდიხარ თავშესაფარში. რა გაგებით გავდივარ თავშესაფარში. როცა ლოცვას იწყებ, ამ გაგებით შენ შედიხარ მამის კალთის ქვეშ, როგორც თავშესაფარში. ხვდებით? აი ეს არის ლოცვა, როცა მამასთან იწყებ უკვე საუბარს. და აქ არის კიდევ ერთი დეტალი, მნიშვნელოვანი დეტალი, გული გადმოღვარეთო მის წინაშე. დააკვირდით, ამ საგულში წერია. რა იგულისხმება ამ გადმოღვრაში? რასთან ასოცირდება დააკვირდით? ადამიანები გადაღვრიან ხოლმე, როცა რაღაც კერძი ამძაღდება ქვაბში. გადაღვრიან იმას, რომ გახეხონ, გაასუფთავონ შემდეგი გამოყენების მიზნისთვის, ხო? ასეა ჩვენი გულებიც. გულები ხშირად ირსება, სტრესი, მრავალი სანერვიულო, ეს ყველაფერი გროვდება გულში და სხვათა შორის მედიცინის მუშაკები ამიტომ ურჩევენ ხოლმე, რომ გულთანო არაფერი გაიკაროთო, რომ ამან იმპაქტები და ესეთი რაღაცების გამოწვევა იცისო. დააკვირდით, გულთან არ გაიკაროთო, რო გირჩევენ, ეს არასწორი რჩევა, გულთან გაიკარებ. მაგრამ ბიბლია მოგიწოდებს გული დაცალე. გულთან რო გაიკარებ, ის უნდა დაცალო. როგორ უნდა დაცალო? ეხლა კიდე ერთ დეტალი მინდა გავუსვა ხაზი, ფსიქოლოგები როგორ აკეთებენ ფულს. ფსიქოლოგები დააკვირდით, ადამიანი, ჩვენთან არ არის ჯერ დამკვიდრებული, მაგრამ ამერიკაში და ევროპაში კარგად არის ეს უკვე ადამიანს როცა რაღაცა აწუხებს, მიზეზები აქვს, პრობლემები აქვს, ზოგჯერ ცოლ-ქმარიც კი ერთად მიდიან ხოლმე ფსიქოლოგთან. და სთხოვენ ამ პრობლემებს, უყვებიან გაუთავებლად. ფსიქოლოგი ამაში ფულს აკეთებს, ხედავთ? ჯერ ერთი ლოუჩერედი უნდა დაიკავო, კარზე კაკუნით შეხვიდე, ღმერთთან ესენი საჭირო არ არის. თან დააკვირდით ერთ რამეს. როდესაც წამოწვება პიროვნება, ფსიქოლოგი უზის სასტუმართან, ხო? და ის ყვება, ეკითხება ფსიქოლოგი დამატებით კითხვებს უსვავს, რომ მისი გულიდან ამოიღოს ის საწუხარი, რაც იმას აწუხებს, რაც იმას პრობლემები აქვს. და რატო უზის სასტუმართან, ის ვერ ხედავს ხო ფსიქოლოგს და ესე ყვება იმ თავის პრობლემებს. ზუსტად ეს არის ღმერთთან საუბარი, გამოთიშეთ ფსიქოლოგი, ნუ მიყვართ მაგასთან. ნუ გადააგდებთ ფულს, დააკვირდით ამ მნიშვნელოვან დეტალს. ნუ გადააგდებთ ფულს ტყუილად. რადგან ეს პროცესი თვითონ ღმერთმა გითხრა, ჩემთან დაცალე შენი გული. ის ფსიქოლოგი ჯერ ერთი შეიძლება გათხოვოს კონფიდენციალური საკითხი, თუ რამე გაქვს ისეთი კონფიდენციალურად სათქმელი. მეორეც ის ფულს გართმევს ამაში. და მესამეც, რაც ყველაზე მთავარია, მას არ შეუძლია მოაგვაროს შენი პრობლემა. მაგრამ უზენაეს, ვინც თავშესაფარია და იმედი მასზე უნდა დაამყარეთო ამ მუხში რო წერია, ზუსტად ეგ არის, მასთან უნდა დაცალო შენი გული. როგორც მეგობარს უყვები ან წერანას თქვით ფსიქოლოგს, ხო, რაღაცას უყვები შენს პრობლემას. ზუსტად ეს მოუყვები ღმერთს, იქ ხო არ ვერ ხედავ ფსიქოლოგს, ხო, ზუსტად ეს არის, როდესაც მასთან ხარ. სასტუმართან მაგიტოგიზის. გამოდიშეთ ფსიქოლოგები თქვენი ცხოვრებიდან და შედით თქვენს ოთახში, გამარტოვდით როგორც იესომ გითხრათ და მამას მოუყევით, მამასთან დაცალეთ თქვენი გულები, აქ ამაზეა საუბარი. გადავიდეთ მე-6 თავის მე-9 მუხლზე. აქაც არის რომ სახელი წმინდად უნდა გამოვყოთ. ღმერთის სახელი წმინდად უნდა გამოვყოთ. მე ამაზე ახლა ბევრს არ ვისაუბრებ, თუ არ მოგისმენიათ, შემოდით ჩემ გვერდზე, მოისმინეთ 102 ვიდეო რგოლი. 102 ვიდეო რგოლი, აქ მაქვს ღმერთის სახელთან დადებული დეტალები და მათ შორის ქართულ წერილობაში ვინ იხსენიებდნენ ღმერთის სახელს და რატომ. და დააკვირდით აი ამ დეტალს. მამაოს რომ მიმართავთ უზენაეს ღმერთს, მამათი, ხო, ეს გვასწავლა იესომ, ასე მიმართეთ. ამავე დროს ისიც გვასწავლა, ვის არ უნდა მიმართოთ ამ წოდებით. მათეს სახარება 23 თავის მე-9 მუხლი ნახეთ. იგივე სახარებაა. 23 წელს იესო გვეუბნება ადამიანებს, ანუ მღვდლებს და ასეთ ადამიანებს ნუ გადაუძახებთ მამაოს. ზუსტად აქ შედიან ადამიანები მართლმადიდებლების შეცდომაში, დააკვირდით. ადამიანებზე გადააქვთ მთელი ყურადღება, მღვდლებს ეძახიან მამაოს და ამიტომ აღარ გაქვთ ზეციერ მამასთან ურთიერთობა. იფუჭებთ ზეციერ მამასთან ურთიერთობას, რადგან ქრისტემ რო თქვა, მის საპირისპიროდ იქცევით. ხვდებით? ეს არის ანტიქრისტიანობა, როცა ქრისტე ერთს ამბობს, შენ მის საპირისპიროდ იქცევი.
სხვა არაფერს არ ნიშნავს ამდი ქრისტიანული. ეს არის მამას ნუ გადაუძახებთ ადამიანებს. აქ არ არის საუბარი ხორციელ მამაზე, აქ საუბარია სულიერი გაგებით. იესო ამბობს ნუ უწოდებ მამას, რადგან გეუბნება 6:9-ში რომ მხოლოდ ერთია თქვენი ზეციერი მამა და მას მიმართე ამწოდებით მამად. შემდეგზე გადავიდეთ მე-6 თავის მე-10 მუხლი. აი დააკვირდით იესომ რომ გვასწავლა აი ეს ლოცვა ეტაპად დაალაგა პრიორიტეტულად განალაგა. პირველ მე-9 და მე-10 მუხლებში ჯერ ღმერთს ვესაუბრებით, მამის სახელის სიწმინდეზე ვაკეთებთ აქცენტს და შემდგომ მე-11 მუხლში მის სამეფოზე ვაკეთებთ აქცენტს. ესეც პრიორიტეტულია. მე იწყება ჩვენი, ანუ ჩვენი თან ვიწყებთ, ჩვენ ვიწყებთ ჯერ უზენაესი ღმერთის ნების თანახმად. აქ ლოცულობთ რომ და მოვიდეს სუფევა შენი. გვახსოვს ხო ეს ძველი ქართული სიტყვა, ბევრს აბნევს ეს სიტყვა. ამიტომ დეტალები რო გაიგოთ რა არის ეს სუფევა სიამოვნებაში ღმერთის სამეფოა, 92 ვიდეო მოისმინეთ. შემოდით თუ ვინ დანიშნა ამ სამეფოს მეფედ, როგორ მოვა ეს სამეფო დედამიწაზე, რატომ არის ამის საჭიროება ამ სამეფოში, რატომ თხოვთ რომ მოვიდეს შენი სამეფო, როგორც ზეცაშია ისე დედამიწა. ანუ მე კი არ წამიყვანეო ცათა სასუფეველში, ამას კი არ ვთხოვ. შენი სამეფო აქ მოვიდესო დედამიწაზე, შენი ნების სამეფო. და ამას გაიგებთ დაწვრილებით აქ ეხლა აღარ შევეხები, როგორც გითხარით, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან დეტალს მიაქციეთ ყურადღება. ისე როგორც ყველა სამეფოს და სახელმწიფოს, ღვთის სამეფოსაც აქვს თავისი კრიტერიუმი, ვინ დაიმკვიდრებს მას და ვინ ვერა. ეს კრიტერიუმი არის კორინთელების პირველი წერილის მე-6 თავის 9, 10 და მე-11 მუხლები, ანუ ქრისტეს გამომსხიდო მსხვერპლის საფუძველზე უნდა მოიშოროთ ის ყველაფერი, რაც მე-9 და მე-10-შია. გადაფუძნებთ, წაიკითხეთ თქვენ თვითონ და გაიგეთ რა კრიტერიუმია. აკმაყოფილებთ თუ არა, თუ არ აკმაყოფილებთ, უნდა დააკმაყოფილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სამეფო როდესაც დამყარდება და ეს ამ ლოცვას გაეცემა პასუხი მთელ მსოფლიოზე, როდესაც მოვა ღვთის სამეფო ნამდვილად, იგი გაანადგურებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამეფოს მოწინააღმდეგე იქნება და ვინც აი ამ კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებენ. ამიტომ უნდა იცოდეთ რა წერია ამ კრიტერიუმში, მე ახლა აღარ შევეხები მას. შემდეგ მე-6 თავის მე-11 მუხლი, აქედან უკვე იწყება პირადული თხოვნები. მე-11 მუხლში ადამიანები ლოცულობენ პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. დააკვირდით ახლა ამ დეტალსაც. იესომ როცა ამას ასწავლიდა, მის გარშემო ძირითადად სოციალურად დაუცველი, ღარიბი ფენა იყო. ისეთი ადამიანები, რომლებიც იმ დღისით რო იშოვიდნენ პურს, მეორედ ეს პურის ფული შეიძლება აღარც ჰქონდათ. და დილა რო თენდებოდა, შეიძლება ნატეხების იმედად ღარ რჩებოდნენ. ამიტომ ეს როცა ასეთებს ეკუთვნის, დილა რო გაუთენდება, ღარიბი როა, სოციალურად დაუცველი და პური არ აქვს, მან უნდა წარმოთქვას, რომ პური არსობისა მომეს დღეს, ან მაშოვინე დღევანდელი პური მამა. ეს უნდა სთხოვოს ქრისტეს სახელით, ხედავთ? მაგრამ ვისაც პური აქვს, დოვლათი აქვს, თუ ეხლა ეს კაცი მთელი თვის მარაგი რო აქვს, მარანი რო აქვს სავსე და დგარა ამას კითხავს პური არსობისა მომეს დღეს, ეს ცოტა აი თითქოს ესე ჩანს რა, რომ ვერ არის რა იფიქრებენ, რატო? მარაგი აქვს და რაღაცას თქო პური არსობისა მომეს დღეს. და აგვერეთ მნიშვნელოვან დეტალს, ვისაც ეს ყველაფერი გაქვთ, როგორ შეგიძლიათ ილოცოთ. და საერთოდ ადამიანი როგორ უნდა ლოცულობდეს ყოველდღიურად საკვებთან, როცა გაქვს შეხება. ნახეთ აი ეს მიუთით ეს მე-13 ფსალმონის მე-4 მუხლი. აი ეს ნახეთ აუცილებლად. ფსალმონებში ნახეთ 13-ის 4-ია. აქ საუბარია რომ ღმერთი განარისხებულია ისეთ ადამიანებზე, ვინც არიან უმადურები. დააკვირდით რა იგულისხმება. შედარებას მოვა. ვიღაცამ რო დილით კამფეტი გაჩუქოთ, რა სიტყვით? ერთი კამფეტი გაჩუქა. მადლობას ხო გადავხდით. შუადღისაც რო იგივე პიროვნებამ გაჩუქოთ კიდე ერთი კამფეტი, კიდე გადავხდით, ხო? და საღამოც რო გაჩუქოთ იგივე პიროვნებამ. ეტყვით ახლა რომ დილით ხო გადაუხადე მადლობა და შუადღეს და საღამოს რაღაც გადაუხადო. საღამოც ხო გადავხდე. ნახეთ, ერთი კამფეტი სამჯერ გაჩუქა პიროვნებამ დღის განმავლობაში და სამჯერვე მადლობას უხდი. ელემენტარული ძილობაა, ხო? თუ რამე გაქვთ, ყველაფერი გაქვთ ღმერთისგან. ჯანმრთელობა თქვენი, სიცოცხლე, თუ რამეს აგროვებთ დოვლათს, თუნდაც ის ყველაფერი ხილია თუ ბოსტნეული რასახითაც ვიღებთ, ისინი ვინ მოიფიქრა, ვინ შექმნა ასეთებად და ჩვენ ვინ გვაძლევს იმ გემოების რეცეპტორებს, ვინ შექმნა ესე რომ ჩვენ სიამოვნება განვიცავოთ ამის მიღებისას. ესე იგი უამრავი რამისთვის გვაქვს მადლობა სათქმელი, ხო ამის? ამიტომ როცა საჭმელად ჯდებით და გაქვთ უხოთ, ყველაფერი მადლობა გადაუხადეთ, შეწირეთ მადლობა და მე შევუდექით ჭამას. როგორც კამფეტის შემთხვევაში რომ შეჭამე რა ხო არ ეუბნები მადლობას. მოგცა და მოგიწოდა, მაშინ ეუბნები მადლობას. ასეა ჩვენი ცხოვრებაც. ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანის ლოცვა. ყოველი პურის ჭამის წინ არ უნდა გვავიწყდეს ვისგან გაქვს ეს ყველაფერი და მადლობა მას უნდა შევწიროთ. შემდეგზე გადავიდეთ უკვე აქ არის მე-6 თავის მე-12 მუხლი. თუ მაგალითად რაიმე ცოდვა ჩაიდინეთ, ზემე ცოდვა, ამ შემთხვევაში ვთხოვ იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე გაპატიოს. აქ ესე რომ მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, მაგრამ დააკვირდი უბრალოდ კი არ უნდა ვთხოვ მომიტევეთ ცოდვები ჩვენი.
როდესაც განმარტოვდები, უნდა დააკონკრეტო რაც ორვა ჩაიდინე. უნდა უთხრა, მამა, აი შემეშალა, ეს მომიხდა და დამეხმარე, მაპატიე და აღარ გავიმეორებ. უნდა დაპირდე, რომ აღარ გაიმეორებ. და ის იესო სისხლის საფუძველზე უნდა სთხოვო. გამოსასყიდის საფუძველზე, სწორედ ეს დავდე მე გასულ ვიდეოს თუ ნახავთ, რას ნიშნავს იესოს გამოსასყიდი და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ დააკვირდით ამ ხარეს, რა შემთხვევაში გაპატიებთ ღმერთი. მე-14-მე-15 მუხლი წაიკითხეთ იგივე მე-6 ეტაპში. აქ ღმერთი გაკვირდებათ, თქვენ რო ითხოვთ პატიებას, თქვენ თვითონ პატიობთ თუ არა სხვებს, როცა ვიღაცა გაწყენინეთ და მერე ბოდის გიხდით. პატიობთ თუ არა. თქვენ როგორ უდგებით, ისე მოგიდგება ღმერთიც. ზუსტად ეს არის სახსენე. მაგრამ არის კიდევ სხვა მხარე. შეიძლება ისეთი რაღაცი ჩაიდინოთ, რომ ვიღაცა უბრალოდ ცოტა კი არ იყოს ეს დააზარალეთ ვიღაცა, ხო? ამ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ მიხვიდეთ იმ პიროვნებასთან, ბოდიში მოუხადოთ და ეს ზარალი აანაზღაუროთ. ეს წერია ხმათის მე-5 თავის 23-24 მუხლებში. ამას გვასწავლის ის, რომ მიდი ზარალი აანაზღაურე პიროვნებას და მერე მოდი და პატიება ითხოვე. ზუსტად ეს არის აქ განხილული. მაგრამ არის ასევე ცდუნებები, როცა ცდუნებების პირისპირ დგებით, აგერ მე-6 თავის 13 მუხლის პირველ ნაწილშია ეს. დამუშავებულან ჩვენ გასასწრებსა, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან. ეს სიტყვები გვახსოვს, ხო? ესე კი არ წამოთქვა და აკვირდით, როცა ცდუნების წინაშე ხარ, ეს შეიძლება იყოს მაგალითად სიგარეტი, ნარკოტიკი, აზარტული თამაში, უზნეობა, ვინც რაზე იყავით დამოკიდებული და გინდათ რომ დააღწიოთ თავი, ხო, აღარ გაიმეოროთ. როცა ამ ცდუნებების წინაშე დგეხარ, უთხარი პატიებას თხოვე ღმერთს, რომ ღმერთო დამეხმარე, ძალა მომეცი ახლა რომ ეს ჩვენ აღარ გავიმეორო, რომ აღარ ვითამაშო ან ნარკოტიკი აღარ მივიღო და ასე შემდეგ. აი ეს ამ დროს არის საჭირო ეს ლოცვა. არ შეიძლება რომ პურის საჭმელად დაჯდე და ეს ვსთხოვო, რომ აი ეს ჩვენ დამეხმარე რომ მოიცინო. ამ პირიქით როცა რაღაც კონკრეტულ ჩვევას ეძვი და პური არსობისა მომეც დღეს ეს უთხრა, ხედავთ? იესო ეს რომ მოგცა, ეს არის ნიმუშები, როდის რა უნდა ვილოცოთ და რაზე ვილოცოთ. ასე როცულობენ ქრისტიანები. და აქვე აგერ მე-5 თავს თუ ნახავთ, იგივე უпроსტოდ აი ლუკას სახარება ნახეთ, 22 თავის, 39-40-51. ამ შემთხვევაში თვითონ იესოც გავიდა როცვისთვის, მაგრამ მოციქულებს ეუბნება, რომ იფხიზლეთ, რომ არ აცდუნდეთ. ილოცეთ, ამას გაუსვა ხაზი იესომ, ილოცეთ, რომ არ აცდუნდეთ. ხედავთ? ის კი არ გვასწავლის, მაგრამ აგერ მოციქულებსაც გაუმეორა. ყოველი ცდუნების წინ უნდა ილოცო. რა შემთხვევაში ცდუნდებოდნენ ისინი, რომ ერთ-ერთს უნდა გაეცა იესო და რომ არ აცდუნდეთო, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ურჩია, ილოცეთო. ანუ ნებისმიერი ცდუნების პირისპირ, როცა აღმოჩნდებით, უნდა ილოცოთ. და ღმერთს თხოვოთ სული წმინდა, ხო? ამაზე ვისაუბრე მე მე-100 ვიდეოს თუ ნახავთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ღმერთის სული წმინდა, როგორ თხოვოთ, ეს ვიდეო მოისმენთ ბოლომდე, აქ ახლა აღარ შევეხები, რომ მოვასწროთ ეს მონაკვეთები განვიხილოთ. მე-6 თავის 13 მუხლის მეორე ნაწილში რაზეა საუბარი? როცვას როცა ასრულებთ, განადიდეთ აუცილებლად შემოქმედი ყველაფრისთვის, ხო? კონკრეტულად იმისთვის კიდევ რაზეც თხოვთ. მაგალითად, ნახეთ გამოცხადების 4:11, რაზე განადიდებენ ზეციური ქმნილებები უზენაეს, ხო? კონკრეტულ მიზეზს იძახიან, რის გამოც განადიდებენ და რისთვისაც სამართლიანად ეკუთვნის ჩვენ შემოქმედს განდიდება. აქ არის ის მიზეზი დასახელებული. და აი ამ განდიდების მიზეზები უამრავი არის, შეგვიძლია ფსალმუნების ბოლო თავებიც იკითხოთ, იქ არის ხოლმე სხვა მიზეზები მოხსენებული. და როდესაც როცვას ასრულებთ, ბოლოს ეუბნებით ამინ დასასრულს. ხედავთ, რამდენად უაზრობაა ხოლმე, როდესაც სოციალურ ქსელებში რაღაცის ფოტოებს ამინ უწერენ. ეს არასწორია. ამინს ვიყენებთ მაშინ, როცა როცვას ვრჩებით ზეციერ მამასთან და ამინ ბოლოს ვიძახით ამით და ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ. ამინით ჩვენ ღმერთს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ მასთან დავასრულეთ საუბარი, რომ ეს იყო ჩვენი სათხოვარი, მისი თხოვნაც გვინდოდა, რომ მისი ნებისამებრ მან მოგვაგოს, ასე, ანუ გვიპასუხოს მერე ჩვენს ლოცვაზე. ამინით ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენ აი ეს სათხოვარი რაც უთხარით, მოვჭით მასთან საუბარს. შემდეგი შეგიძლიათ ნახოთ უკვე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს რამდენად აუცილებელია ლოცვა. არის გადაწყვეტილებები, რომელიც მთელ ჩვენ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. აი მაგალითისთვის ავიღე ქორწინების საკითხი. ეხლა მე ნურავი მომბაძავთ ამ საკითხში, კვლავაც მოგიწოდებთ, რომ ადამიანის მიბაძვა ეს არის სექტანტობა. თქვენ უნდა მიბაძოთ იესო ქრისტეს. იესო ქრისტეს უსმენთ და იესო ქრისტეს მაგალითებს ვბაძავთ. ეს არის ქრისტიანობა. და ადამიანების მიმდევრობა, მღვდლების მოსმენა, მღვდლების მიბაძვა, ეს არის სექტანტობა. ამით განსხვავდება მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა. ეს არის ზუსტად განსხვავებელი ნიშანი. ლუკას სახარება ნახეთ, მე-6 თავის, მე-12 მუხლი. ანუ ეს არის რიგით მესამე სახარება ახალ ათმაში. მე-12 მუხლში ჩვენ ვიგებთ, რომ იესო ავიდა მთაზე, მთელი ღამე გაატარა მთაზე ლოცვაში. ნეტარ აი ლოცვა ისეთი, როგორ ფიქრობთ? ის იქ რიტუალებს არ ატარებდა და არც სანთლებს ანდაგდა. მთელი ღამე ესაუბრებოდა ზეციერ მამას. თუ რაზე ესაუბრებოდა ზეციერ მამას, გაიგებთ მე-13 მუხლიდან. აქ საუბარია მე-13 მუხლში, რომ იესო როდესაც ჩამოვიდა,
თიდან. მე იმ უამრავი მოწაფეების გამო ვინც მას მიყვებოდნენ, ამოარჩია 12-ნი. გასაგებია ხო რა ზეულოცია. ანუ რეკომენდაცია გაუწია იმ მოციქულებს თვისებები მოიხსენიამათი ღმერთთან შეაჯერა ზეციერმამასთან და მე როგორც ჩანს ზეციერმამამ მისცა ნიშნები ვინ ამოერჩია იმ მოწაფეებისაგან, ხდებით? ასე უნდა მოიქცეთ ქორწინების საკითხში, იმიტომ რომ როგორც იესოს ეს მოციქულებმა მოახდინეს გავლენა მერე მთელ მსოფლიოზე მისი არჩეული იყო და მათი სწავლებებია ეს სამოციქულო წერილები, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, აი ეს წყაროები. ასე მოახდენს შენი მეორე ნახევარი მერე შენს ცხოვრებაზე გავლენას. ამიტომ როცა არჩევ ვინმეს პიროვნებას და გარეგნობით მოხიბლული ხარ, რა თქმა უნდა, პირველი რომ გარეგნობით იხიბლები, აუცილებლად მამასთან ილოცე მის თვისებებზე. რა მოგეწონა მის თვისებებში? არ გაამახვილო ყურადღება მის გარეგნობაზე, იმიტომ რომ თვითონ მამა გირჩევს, აგერ იგავნის 31-30-ში გარეგნობით არ არჩიო ქალიო, ღვთისმოშიში ნახეო. ხოლო კორინთელების პირველი წერილის 13-4-დან 7-ში მოგცა კრიტერიუმი, როგორ უნდა გაერკვე შენ თვითონ, მართლა შეგიყვარდა თუ უბრალოდ გატაცებული ხარ. რითი უნდა განასხვაო სიყვარული და გატაცება ერთმანეთისგან. მე-13 თავის 4-დან 7-ში წერია, ესენი წაიკითხეთ. და აი ეს ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება ღმერთმა მოგცეს მერე ნიშანი, ამ პირიქით ხელი შეგიშალოს. როცა უკვე ღმერთს მისცემ უფლებას ჩაერიოს შენ პირადში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ოჯახები მაგითო ინგრევა ზუსტად, რომ ღმერთთან არ აჯერებენ მეორე ნახევრის არჩევას. გადავიდეთ შემდეგზე. არასოდეს არ დაეჭვდე ლოცვაში, რომ ღმერთი ნამდვილად გისმენს და ნამდვილად გიპასუხებს. წეგანას თქვი ფსიქოლოგი იმიტომ უჯდება იქით, რომ ცალკე იყურება პიროვნება, ხო? შენ იქით ვერავის ვერ ხედავ, მაგრამ დარწმუნებული ყავი, რომ ღმერთი გისმენს, რომ საუბრობ, აუცილებლად გისმენს. ებრაელების წერილი ნახეთ 11:6. აქ საუბარია, რომ იმ შემთხვევაში მოგაგებს სანაცვლოს. თუ კი შენ რწმენას ავლენ ლოცვისას, ანუ გწამს, რომ ნამდვილად ზეციერმამას ესაუბრები. იაკობის წერილი ნახეთ 1:4-5-6-7. აქ მეხუთე მუხლში საუბარია, შედარებაც არის მოყვანილი მეეჭველი რას გავს, როცა ადამიანი ვინც ეჭვდება. თუმცა აქ მეოთხეში საუბარია, რომ სიბრძნე ითხოვეთო, სიბრძნესაც მოგცემთ ღმერთი. დაუყოვნებლივ მისცემსო ყველას, ვინც ამას ითხოვს, ოღონდ წმინდა წერილების კვლევისას. და მე ასე ვიდეო რგოლი აუცილებლად მოვისმინეთ, სადაც მე ვისაუბრე წმინდა სულს, რატო უნდა ითხოვო წმინდა სული, როცა აი ამ ცუდ ჩვევებს, ცუდ თვისებებს ებრძვი და კარგი თვისებების განვითარება გინდა. შემდეგ შევეხოთ იოანეს პირველი წერილი 5:14-15. აქ უკვე საუბარია იოანეს პირველი წერილის მეხუთე თავში, აი ამ მუხლებში, რომ ღმერთს უნდა სთხოვო მისი ნებისამე. ამას მიექციეთ ყურადღება. შენი ეგოთი არ უნდა იყოს ნაკარნახევი. დავაკვირდით, ჩვენ შეიძლება რაღაცა გვინდა, რაღაცა გვეჩქარება და ვთხოვოთ ამას მამას, მაგრამ ის უნდა თქვოთ, რომ შენი ნებისამე მომეგოს მამა, როგორც შენს თვლის საჭიროდ, როგორც შენს თვლის სწორად. და დავაკვირდით ერთი მაგალითი კიდე მინდა მოვიყვანოთ, წარმოიდგინეთ მეწარმე, რომელსაც აქვს დიდი ავტომობილების საწარმო და ყავს პატარა 7 წლის შვილი, 8 წლის შვილი და ერთხელაც წაიყვანა ამ საწარმოში. ბავშვს მოეწონა ეს, როგორ მზადდება ეს მანქანები, ხო? და შეიძლება თქვოს, მამა ერთი ავტოპიპია მაჩუქე. შეიძლება ეუნება თავის შვილი. სულ იმისთვის არ უნდა, მაგრამ აჩუქებს? იმ წუთას არ აჩუქებს, ხო? იმიტომ რომ 10 წლისა არ შეესაბამება არც ასაკს, არც იცის როგორ მართოს, არც საგზაო წესები, არც მართვის მოწმობა არ აქვს, ხო? როცა ამ ყველაფერს დააკმაყოფილებს, გარკვეული დროის მერე აჩუქებს. ასეა ღმერთიც. ჩვენ შეიძლება რაღაცას ვთხოვოთ, გვეჩქარება, მაგრამ იმან იცის საუკეთესო დრო. ამიტომ ნახეთ აი ეს წერილიც, ნახეთ კორინთელების მეორე წერილში, ნახეთ მე-6 თავის მეორე მუხლი. რომ ღმერთმა იცის საუკეთესო დრო, როდის გიპასუხოს შენს ლოცვაზე, რა სახით გიპასუხოს, ზუსტად ისე როგორც შენ სთხოვე თუ ცოტა სხვანაირად, ანუ ამას თვითონ ღმერთი წვეთს, უზენაესი წვეთს და შენ არ უნდა გადააწყვეტინო, რომ აი გინდა თუ არა ესე მინდა და ესე მიპასუხე, ხო? ხვდებით, ეს არის ლოცვა. და დაელოდები მე და რა თქმა უნდა მიიღებ პასუხს, თუ სწორად ლოცულობ და ითვალისწინებ მის ნებას. მისი ნება რა არის, კიდე ამასაც გაუსვათ ხაზი. შენ თუ სთხოვე ახლა რო არიან ხო მოთამაშეები, აი ღმერთობა გადმომხედე და გააგორებენ. გადახედავს ესეც, რა თქმა უნდა არ შეისმის. იმიტომ რომ ის მისი ნება არ არის, ის არის ეშმაკის ნება. პირდაპირ ეშმაკს თხოვო, უჭერიათ, ხო? იმიტომ რომ ღმერთის ნებაში არ შედის აზარტული თამაშები, ნარკოტიკები და ეს რაღაცებზე არ უპასუხებს. ეს უნდა გვახსოვდეს. შემდეგ თუ ბოროტი ადამიანი ხარ, მაგალითად, ხო? არიან ვერაგები, მუხანათები, მზაკვრები, თაღლითები, მათყუარები და ასე შემდეგ, რომ თავისი რაღაცა სიხარბის გამო რაღაცას მიაღწიონ, მოიხვეჭონ. არ გასცემს ღმერთი შენს ლოცვებს პასუხს. პირიქით, აგერ წერია პირველი პეტრე ნახეთ, პეტრეს პირველი წერილის მე-3 თავის მე-9, მე-11, მე-12 მუხლებში. აქ საუბარია, რომ ღმერთი მართლების ლოცვებს ისმენს, ხოლო ბოროტმოქმედებს რისხვით დაჰყურებსო. რაც არ უნდა სთხოვოს, ბოროტმოქმედმა არ შეუსრულებს. მაგრამ თუ ეს ბოროტმოქმედი გადაწყვეტს შეცვლას, აგერ წერია იაკობის 4:7-დან 8-ში, თუ ნახავთ, თუ ამ ცვლილებებს გააკეთებს,
და გაისუფთავებს გულს, ხელებს და აღარ ჩაიდეს სიბოროტეს და სთხოვს პატიებას იმ განვლილი სიბოროტისთვის და მე დახპირდება რომ აღარ გაიმეოროს, ასეთის ლოცვას უკვე ისმენს. მე აქ ზუსტად ამაზეა და ეშმაკი გაიქცევა მისგან. ანუ ეშმაკი აწვალებს ხოლმე ხშირად, როგორც ერთ ფილმში ვარ, საიდან არ შეუძლებავ ადამიანს, ხო? და იმას მიყავა მცდუნებამდე ჩაადენინებს ხოლმე ამ მრავალ სიბერაგეებს და ბოროტ მოქმედებას, ხო? მაგრამ თუ ასე ილოცებს, მე ეშმაკი გარბის მისგან. ზუსტად ეს შედარებაც მინდა მოიყვანო. აი წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვები თამაშობენ დაბლა, ერთი არის სუსტი, მეორე არის ძალიან ძლიერი ახმახი და ჩაგრავს აი ამ სუსტს. თუ ეს სუსტი დაუძახებს მამა მაღლა თავის სახლში, ხო? სანამ მამამისი გადმოიხედავს ეს ძლიერი ბავშვი როგორ მოიქცევა, რაღაცას მოიფარება, ხო, რომ მამამის მენედიფიცირება არ მოახდინოს, ეს არ ამოიცნოს, მოძალადე თავის შვილს, დაიმალება. ზუსტად ესე იქცევა ეშმაკიც. როგორც კი მამას წარმოსთქვათ და ლოცვას აპირებთ, როცა თავდასხმა თქვენზე, ხო, აგრესიული ეშმაკისგან ან მისი მარიონეტების მხრიდან, ჩათვალეთ რომ ერთი ერევა და მათ საპასუხოს აუცილებლად მიაგებს. და ბოლოს იოანეს მე-14 თავის 6:13-14 რაზეა აქ საუბარი, ხო? აქ საუბარია რომ იესოა ჩვენი შუამავალი. ანუ იესოს გარეშე ღმერთთან ვერავინ ვერ მივართ, ამიტომ სთხოვე ქრისტეს სახელით მიმართე ხოლმე, როცა მიმართავ ზეციერ მამას. როგორც მაგალითად ტელეფონს ვერ დატენი თავისი დამტენის ხარისხი, ხო? დენში რომ შეერთო. ჩვენ როცა სიცოცხლის წყაროში უნდა ჩავერთოთ მამაში, უნდა მიმართოთ იესოს სახელით. ის არის გამტარი, გამოსასყიდი. ნახეთ 103 ვიდეორგოლი რას ნიშნავს გამოსასყიდი და როგორ გამოვიყენოთ მის. გისურვებთ